ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა გულისხმობს დაბადებიდან 18 წლამდე ბავშვის განვითარების მხარდაჭერას სხვადასხვა სპეციალისტის მიერ, ბავშვის ჯანმრთელობაზე მუდმივ მეთვალყურეობას და ოჯახის გაცილებას. ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით სარგებლობა შეუძლია დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელსაც სამედიცინო ფორმა ასლით უდასტურდება, განვითარების ეტაპების დაყოვნება, განვითარების ზოგადი დარღვევა, ფიზიკური განვითარების დარღვევები. სამედიცინო ფორმა ასლის გაცემა შეუძლია ოჯახის ექიმს, ბავშვთა პედიატრს, ნევროლოგს ან სხვა ექიმ სპეციალისტს. გაითვალისწინეთ, პროგრამაში ჩასართავად 3 წლამდე არ არის აუცილებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, თუმცა სამედიცინო ფორმა ასლით უდასტურდება პროგრამაში ჩართვის საჭიროება. პროგრამაში ჩასართავად საჭიროა განცხადება დაწეროთ თქვენს მუნიციპალიტეტში მდებარე მეურვეობა მზრუნველობის სააგენტოში და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, სამედიცინო ფორმა ასლი, ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ასლი, თუ ბავშვი არის 3 წლის ან მეტი ასაკის. პროგრამა მოიცავს ექიმის ზედამხედველობას, ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას, ძირითად თერაპიულ სეანსებს, ფიზიკურ, ოკუპაციურ, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიაში და ფსიქოლოგის კონსულტაციას, დამატებით თერაპიულ სეანსებს, მაგალითად, ცევით თერაპიას, რომელიც განისაზღვრება ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის ან მშობლის ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და მხარდაჭერას. თქვენს რეგიონში არსებული ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაარეკეთ ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე 111, ეწვიეთ ვებგვერდს შეაღე წერტილი G, მიმართეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. გისურვებთ წარმატება.